საღამომშვიდობის მოგესალმებით ყველას, ვისი რადიო მიმღებით ჭეშმარიტად ქართულ ტალღაზე არ დაიდარდოზე არის მომართული ეთერშია თაკო მელიქიშვილი და ყოველ პარასკევს თავისთავად არ დაიდარდო წარმოგიდგენთ გადაცემას პრემიერა თაკოსთან და დღეს გვაქვს აი სრულად განსხვავებული ძალიან ძვირფასი ჩემთვის გადაცემა ასე ვიტყოდი მე და თან ისიც მინდა აღვნიშნო რომ აი ამ გადაცემას ჯერ ეს გადაცემა ჩვენ დავგეგმეთ 2025 წელს და იმ მთელი იანვარი, თებერვალი, აი ველოდი, აი როდის შევიკრიბებით უდარდელ ტალღაზე, რომ სევდიანი გადაცემა იქნება, მაგრამ ღირებული გადაცემა, რომელიც არ დაიკარგება დროსთან ერთად, როგორც ის შემოქმედება, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ. დღეს ვისაუბრებთ, მე მინდა გავიხსენოთ, მაგრამ გავიხსენოთაც არ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ არ დაგვიწყებია და თაობებს და საუკუნეები არ დაავიწყდებათ მისი ხმა. ლეგენდარული ქართველი არტისტი და ქართული ესტრადის არწივი, ასე ვიტყოდი მე, ბატონი თემურ ციკლაური და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის მისი შვილი, ჩემი საყვარელი ქეთი ციკლაური. აი ყოველთვის მიხარია თქვენი სტუმრობა და ხო სწორედ აღვნიშნე, რომ ეს გადაცემა იგეგმებოდა და ალბათ როცა საჭირო იყო, სწორედ მაშინ დაიგეგმა, იმიტომ რომ საკმაოდ ძიმე სევდიანი დღეებია საქართველოში და ვინ თუ არა თემურ ციკლაური. ვინ თუ არა მოუხდება ამ დღეებს თავისი საოცარი ხმით, თავისი უნიკალური რეპერტუარით. მოგესალმებით ყველას საღამომშვიდობისა. ძვირფასო რადიო მსმენელებო, მინდა პირველ რიგში ყველას მოგისამძიმროთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი სილია მეორეს გარდაცვალება და ვინაიდან ისე დაემთხვა, რომ ნამდვილად 25 წელს დაგეგმილი გადაცემა აი ახლა მოხერხდა და ვაკეთებთ, მამას ირგვლივ იქნება ეს ყველაფერი და გავიხსენებთ, მაგრამ მინდა მიუძღვნა ჩვენ ტკბილ პატრიარქს და ვთქვა, გვიყვარხარ პატრიარქო. აქედან გამომდინარე, რომ ძალიან რთული დღეებია მთელი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის, მე დღეს მოვიტანე ისეთი სიმღერები, რომელიც ნამდვილად მოუხდება აი ამ განწყობას, ისეთი რომელიც რადიოში არ გაჟღერებულა. და რა თქმა უნდა, კი ბატონო, პირველ რიგში რომელიც მოუხდება და ისეთი სულისკვეთების და განწყობის არის, მაგრამ მეორე რიგში რომელიც არ გაჟღერებულა რადიოში. ეს სიმღერები მამას აქვს გამოცემული დისკის სახით. შენ რა თქმა უნდა ვიცი რომ იწერა ამ გადაცემებს და შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ YouTube-შიც ნახვა და აი ესეთი დისკი არის მეგობრებო, რომელიც სასაჩუქრე გამოცემა, ვერსად ვერ შეიძენთ. და რა კარგია რომ ის ჩვენია, ხო? ხო, და ვჩუქნი გადაცემას რადიო არ დაიდარდოს და თაკოს რომ გქონდეთ და შეძლოთ კიდევ სხვა სიმღერების გაჟღერება აქედან. მოდით გავაჟღეროთ ეგრევე ხო თაკო პირველი სიმღერა. პირველი გავაჟღეროთ. პირველი სიმღერა. პატარა ინფორმაცია. დიახ, ეს არის სიმღერა აღსარება. რომელიც მამამ შეასრულა პირველად ესა ფართო მსმენელზე 2004 წელს 6 მაისს გიორგობაზე. ეს იყო მისი სოლო კონცერტი, რომელიც ჩატარდა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. ამ სიმღერის კომპოზიტორი გახლავთ ნუგზარ თუშიშვილი და ლექსის ავტორი არის ზურაბ გოშაძე. აღსარება. მოვისმინოთ მაშინ დღევანდელი ჩვენი გადაცემა მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ რომ არის შესაძლებლობა ის რომ აი კიდევ ერთხელ შევიგრძნოთ მისი ხმა და თავიდან აღმოვაჩინოთ აი ის სითფო, რასაც ის გვჩუქნიდა თავისი შემოქმედებით და რიგით პირველი სიმღერა, რომელიც არ გაჟღერებულა რადიო სივრცეში, ეს გახლავთ და როგორი ბედნიერი ვარ მე რომ ეს სიმღერა ახლა გაჟღერდება ჩემი გადაცემის ფარგლებში, სიმღერა აღსარება თემურ ციკლაური. საღამომშვიდობის მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ ეთერშია პრემიერა თაკოსთან, ქეთი ციკლაური გვესტუმრა და დღევანდელი ჩვენი გადაცემა ძირითადი ნაწილი, მოდით ასე ვთქვათ, ეძღვნება ქართული ესტრადის არწივს ბატონ თემურ ციკლაურს და მადლობა ქეთი აი ამ ექსკლუზივებისთვის. საოცარი სიმღერა, საოცარი შემოქმედება, რომელიც თაობებს, საუკუნეებს გაუძლებს და ჩვენი რადიო მსმენელების დამეთანხმებიან და სულ მოთხოვნადია.
იმიტომ რომ 21 წელია აქ ვარ. სულ რაღაც რამდენიმე წელია რაც დაგვტოვა ბატონმა. ბატონო 5 წელი კი. მაგრამ სულ ითხოვს, ანუ ეს როგორი ძვირფასი მომენტია, როცა ადამიანი ქმნის შედევრს ისეც, რომელიც არ იკარგება, რომელიც უბერებელია, რომელიც უკვდავია, ალბათ დამეთახები და ესეთი ძალიან ცოტა ყავს, კი ბატონო. დღესდღეობით მით უმეტეს ძალიან ცოტა. ნუ თემური ისედაც გამორჩეული ფიგურა ამევთვლი. ეხლა ამ დღეებში სოციალში ერთ-ერთ Facebook-ში დავდე სურათი მამასი და პატრიარქის თაკო და მინდა მე ვიცი რომ ბატონ თემურის ძალიან ბევრი სევდიანი მიუხედავად იმისა რომ ეხლა სევდიანი დღეები გვაქვს ბევრი სევდიანი ისტორია გადახდა თავს და მოდი ერთმანეთს რო დაუკავშიროთ კი აი გადავალ ეხლა და რომ ვახსენე რომ ეს სიმღერა შეასრულა ოპერის და ბალეტის თეატრში მაგ კონცერტზე ბრძანდებოდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მაგ კონცერტს ესწრებოდა და რომ დავდე სურათი კონცერტის სურათი არ იყო უბრალოდ მამასი და ილია მეორის სურათი დავდე და ერთ-ერთმა მეგობარმა დამიწერა ისეთი კომენტარი რომელიც ძალიან მომეწონა რომ ნუ რა თქმა უნდა დიდი მოსამძიმრების სიტყვებით რომ ეს არის სულიერი პატრიარქი ჩვენი მამა და მეორე კულტურის პატრიარქი მამაზე ესე დაწერა და ამიტომაც ნამდვილად მისი შემოქმედება განსაკუთრებულია, უნიკალურია ესტრადაზე, ქართულ ესტრადაზე და ვფიქრობ შესაძლოა მსოფლიო მასშტაბითაც, იმიტომ რომ ძალიან მკაფიოდ აქვს სულიერების თემატიკა თავის შემოქმედებაში ეს ხაზი სარწმუნოების, პატრიოტიზმის, ეს იშვიათობაა და მეთანხმე და თემურს ეს სპექტრი ძალიან ფართოდ აქვს გაშლილი თავის შემოქმედებაში. რაც შეეხება აი მსევდიან მომენტებს ცხოვრების გზაზე, იმიტომ რომ მეც კი მახსოვს, ანუ ბავშვობაში რამდენი ნუ ეს უკავშირდება ჩვენი ოჯახის ტრაგედიას, როდესაც გარდაიცვალა ჩემი პატარა ძმა გიორგი 93 წელს. მაშინ ივერია ჰქონდა საპრემიერო სპექტაკლები, არგონავტები იყო, მაშინ ასეთი სპექტაკლი ჰქონდათ დადგმული უსაყვარლესი ყველასთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთ. ცნობილი ჰანგები ამ მიუზიკლის და სამწუხაროდ აი სულ დასაწყისშივე მოხდა ეს ტრაგიკული ამბავი და ნუ წარმოიდგინეთ ჩემი მშობლების მდგომარეობა, იყვნენ ურთულესად და მე აი თქვენი ეთერის საშუალებით მინდა დღეს გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა მან იმაში, რომ ჩემი მშობლები გადარჩნენ და დაუბრუნდნენ თავის მოღვაწეობას ესტრადას, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო, მართლა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, არ იცოდნენ ანსამბლის წევრებიც და თვითონ მშობლებიც, რომ როგორ მოახერხებდნენ ამას და თუ თემური არ დაბრუნდებოდა, ვერ დაუბრუნდებოდა, ასე ვთქვათ, ცხოვრებას, ნუ ივერიაც შესაძლოა ვერ იარსებებდა. აქედან გამომდინარე, ეს პირველი ესეთი სერიოზული შეხება ჰქონდა მამას მაშინ და იმის მერე განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა ილიას მიმართ. და შემდეგ უკვე არ ვიცი, ჩვენ გვისაუბრია რამოდენიმეჯერ გადაცემებში, სატელევიზიო ეთერითაც, იცის ალბათ რაღაც მოსახლეობამ, რაღაც ნაწილმა, რომ მამას ძალიან დიდი ღვაწლი იყო იმაში, რომ მისმა მეგობარმა მოისურვა შეძენა რაღაცას გაკეთება ჩვენი ეკლესიისთვის და საპატრიარქოსთვის და ისრაელში შეიძინეს ბინა მომლოცველებისთვის და ეს მამამ გააკეთა ფაქტიურად თვითონ ურთულესი საკითხი იყო, ეს იყო 2000-იანების დასაწყისი და გადასცა საჩუქრად საპატრიარქოს. რა თქმა უნდა, ილია მეორის ლოცვა კურთხევით ხდებოდა ეს ყველაფერი და მაშინ უფრო ჭიდროდ ურთიერთობდნენ. ნუ რადგან ეს გავიხსენეთ, მინდა მეორე სიმღერა გავაჟღეროთ, თაკო. ეს იქნება საქართველოს მართლმადიდებელო
ასე ქვია სიმღერას კომპოზიტორი არის ზურაბ მჟავია და ლექსის ავტორი თემურ ჩალაბაშვილი. Usminat. საღამო მშვიდობის, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც აი ახლა შემოგვიერთდა ეთერშია გადაცემა პრემიერა თაკოსთან. ქეთი, მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან მობრძანებისთვის. აი უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ მსგავსი ასეთი უკვდავი სიმღერები ჟღერს ჩვენს მოვახერხეთ და შევასრულეთ. ეს ასე იქნებოდა თავისთავად და მე მინდა რომ ვისაუბროთ აი თქვენს ურთიერთობაზე. მამიკოსთან? კი, იმიტომ რომ ახლა სცენაზე როგორი იყო სიმღერის ყველაფერი ვიცით. და როგორი იყო ოჯახში, იმიტომ რომ მე სხვათა ხშირად დაღვიჟდა ხოლმე რომ ბედნიერი რომ იყო, ბედნიერ ოჯახში უნდა გაიზარდო. რაღაც მაგალითი უნდა მოგცეს, ხო? მშობელმა, მამამ, დედამ. და აი როგორი ურთიერთობა ქონდათ? და ზოგადად აი თუნდაც შენი პირველი ნაბიჯები ანსამბლში როგორ მოხდა ეს ყველაფერი თავისთავად შენი სურვილიც იქნებოდა მაგრამ მასაც თუ ქონდა სურვილის რომ გავს გზაზე ენახე ნუ ჩემთვის მართლა ბედნიერებაა რომ ჩემი ოჯახი ასეთია არ ვიცი ალბათ ყველას არა ძალიან გაგიმართლა კი ყველას ალბათ აქვს ეს შეგრძნება მაგრამ ნუ მე რა თქმა უნდა რაღაცა ცოტა განსხვავებული სიტუაცია მაქვს ხო და ყოველთვის ბავშვობიდანვე მქონდა დიდი სიამაყის გრძნობა იცი შეიძლება ესე ინტელექტით ვხვდებოდი პატარა ბავშვი თუ რა მოვლენასთან მაქვს საქმე ან რამხელა მასშტაბი არის და იქნება მეერე ხო ამათი მოღვაწეობის ანსამბლის და კონკრეტულად მამასი მაგრამ აი ამ უნიკალურობას და რაღაც საოცრებას ამ მუსიკის და შემოქმედებითი აი ამ იმპულსის ყოველთვის გრძნობდი და ეს ყოველთვის მახარებდა სულ აი სიხარულით მიხვდა გული ხოლმე როცა ვესწრებოდი ვთქვათ მათ კონცერტებს ან კულისებში ვიდექი იმიტომ რომ პატარა ზღაპარი ქონდა სახშიც და სცენაზეც ხო რაღაც ესე იცი რა ჩვენ ახლა მე საბჭოთა კავშირის დროს დავიბადე და სკოლაში მაშინ დავდიოდი და მაშინ ცოტა სიმკაცრე იყო თაკო ხა სულ მათთან არ ვიყავი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენ ბავშვებს გვევალებოდა სწავლა და ჩვენი სამყარო და საქმეები გქონდა მაგრამ როდესაც იყო არდადეგები თუნდაც ზაფხულის არდადეგები რა თქმა უნდა ყოველთვის მათთან ვიყავი ან ვთქვათ თუ რაღაც თავისუფალი დრო იყო და მივყავდი კულისებში და ვიდექი იქ და ვუსმენდი. მე უკვე მე როცა გადავწყვიტე ასევე ესტრადაზე მე მოღვაწევა. სიმართლე გითხრა დიდი სიხარული და ტაშფანდური არ ყოფილა, იმიტომ რომ არტისტის ცხოვრება განსაკუთრებით იმ პერიოდში წინა საუკუნეში საკმაოდ რთული თემა იყო. ეხლა შემოვიდა ეს კულტურა ვარსკვლავები და რაღაც ვარსკვლავური ცხოვრება და სიმდიდრე და აი რაღაცა აფიში ვერ დაგეთახმებ მე ვფიქრობ რომ აი ვისაც უკვირს და ვისაც უნდა რომ ვარსკვლავი იყოს ის არ არის ნიჭიერი იმიტომ რომ ყოველთვის უბრალო და ნიჭიერი ადამიანი მოკლედ არ ცდილობს რომ თავი ვარსკვლავად მოგაჩვენოს იცი რა მე ის თავისთავად არის ვარსკვლავი კი ბატონო მაგრამ რა იცი რისი თქმა მინდა რომ შემდეგ უფრო შემოვიდა ეს მცნება შოუ ბიზნესი და რაღაც მომენტი როდესაც ცოტა მეტი აღიარება და მეტი დაფასება მოყვა ხო ამ მოღვაწეობას. როდესაც ჩემი მშობლები იყვნენ ახალგაზრდები, ნუ სასაცილო თანხები იყო, იმიტომ რომ ქონდათ აი რაღაცა მოჭრილი ხელფასი, ვთქვათ, ერთი კონცერტის და როდესაც გასტროლებზე მიდიოდნენ, იქ რაღაცა თანხას აძლევდნენ, ვთქვათ, საზღვარგარეთ და იმის იქით არაფერი ქონდათ, აქედან მიქონდათ რაღაცა საჭმელი, ვთქვათ, ზეხვები და ტუშუნკები და რაღაცა ესეც ყვებიან, იმიტომ რომ ცდილობდნენ რაღაც ფული შეეგროვებინათ და ასე შემდეგ. ნუ და ამიტომაც და საერთოდაც არტისტის ცხოვრება ის ხო დამოკიდებული პროფესია საერთოდ ბევრ ამაზე იღბალზე აი თქვა თუ მსახიობი ხარ რეჟისორზე თუ მომღერალი ხარ აი სიმღერა კომპოზიტორი ტექსტი რა გაგიმართლებს იპოვი იმ სიმღერას გამართლება ძალიან დიდი მნიშვნელობაა ხო ჰიტი იქნება თუ საყვარელი სიმღერა თუ აი რაღაც შენი მნიშვნელოვანი ცხოვრების მნიშვნელობის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ამიტომაც ეს პირობითობები რო იცოდნენ ნუ ცოტა
ცოტა ესე გამოფრთხილეს ამაზე ყველაფერზე, მაგრამ ნუ უკვე მათთან ერთად ჩემი პრემიერა, ასე ვთქვათ, და დებიუტი შედგა სპექტაკლ ფიროსმანში. და ერთად ბევრჯერ სცენაზე მდგარ ვართ უკვე. შენიშვნებს თუ გაძლევთ, რა ესე არა. ესეთი ადამიანი არისო. სხვა შორის აი ამ დღეებში სულ ვისმენ პატრიარქს იმდენს იხსენებენ და ყვებიან და აი სულ რაღაც კორელაცია მან ბევრ ამაში ვიჭერ მსგავსებას მამას ხასიათსა და პატრიარქის ხასიათს შორის აი ეს რაღაცნაირი სიკეთე და სიმშვიდე ხო ალბათ. ნუ პატრიარქთან შედარებით მამა ძალიან ტემპერამენტული ადამიანი იყო, სიმშვიდე სადღაც სხვა შრეებში ქონდა, მაგრამ იცი პირდაპირ შენიშნო, ან პირდაპირ რაღაც რჩევა არ იცოდა, ან უნდა მეკითხა, ან რაღაც ესე შენიღბულად საუბარში მახვედრებდა თუნდაც ან და რა თმინდოდეთ აკო. მაგალითი ფოცინ მქონდა. ზოგადად ეს კარგი თვისება არის, რომ ადამიანი თუ არ გეკითხება რჩევას, ხო, ზედმეტად რატო, რისთვის, ხო? კი ბატონო, აქედან გამომდინარე, რა ვიცი და ისე თაკო ჩვენი ურთიერთობა, რა ვიცი, იმ დროის ხალხი ვიყავით ჩვენ და ისე გაგზარდეს, რომ მე ანდრეც მithქვია ჩემი მშობლების რაღაცნაირი სტოიკოსები იყვნენ. ის ზედმეტი რაღაცა ემოციები არ ახასიათებდა. შეიძლება ცხოვრების. მე მგონი მერწყულებს ზოგადად არ ახასიათებთ ზედმეტად. ანუ ახასიათებთ იმას კი არ ვიძახი, რომ გულგრილი და რაღაცნაირი, მაგრამ აი ესეთი საქმით ალბათ უფრო გამოხატავდა. არა, ჩვენ ვიცოდით ერთმანეთის საზღვრები. ამას გულისხმობ. ეს საჭიროა, კი. ესეთი ურთიერთობები გვაქვს ოჯახში და მეც მაქვს ჩემ შვილთან ახლა ესეთი ურთიერთობა. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იმაზე მეტად არავინ მიყვარს და ასევე ჩემ მამასთან ურთიერთობაში და დედასთან ძალიან დიდი სიყვარული და ეს ნებისმიერ ადამიანთან ძალიან კარგია. არის უბრალოდ ოჯახები, რომელსაც ძალიან რაღაცნაირად გამოხატული ესე აი სხეულით გამოხატული. ჩვენც ქონდა ესე ჩახუტება კოცნა, მაგრამ აი სუკოცნა პროშნაში არ ვიყავით, უფრო სხვანაირი რაღაცნაირი დამოკიდებულება ქონდა პატივისცემაზე დაღმობილი, მაგრამ მამა იყო ძალიან ყურადღებიანი, ძალიან მზრუნველი. ოჯახს რა შეეხებოდა მეუღლეს ჩემს ანუ ახერხებდა ხო? იმიტომ რომ საკუთარ ბევრი კონცერტები ქონდა ივერიას როცა სოლისტი ეხლა როდესაც ივერია გრიმიტობდა და თავის პიკში იყო მაშინ ეხლა მე არ მახსოვს პატარა ვიყავი და ალბათ რაღაც ესენი ხარვეზები ქონდათ გამართლებულიც იყო მაგრამ მე უფრო ესე იგი რო შენელდა ეს დიდი ბორბალი მათი აი ამ რაღაცა ტურნეების და კონცერტების მამა თვითონ დადიოდა ბაზარში მაღაზიებში უყვარდა ეს ჩემ შვილთან სულ დადიოდა ცირკი ზოოპარკი რა ვიცი პარკებში ნუ ყველაფერს ახერხებდა და ყველაფერს ამითი იყო ბედნიერი უბედნიერესი იყო ძალიან აი უბრალო ადამიანი უბრალო რაღაცეები უყვარდა ურთიერთობა ადამიანებთან უბრალოდ თავის მეგობრებთან კი და რა ვიცი რა და ესეც რომ რაღაცად ვისწავლოთ და გადმოვიღოთ კარგი იქნება და აი მოდი მაშინ აქედან როგორც ხო ესე რაღაც სადღეგრძელოს ავით გამომივა რომ დაუკავშირებ მესამე სიმღერას რომელსაც გავაჟღერებთ ამ სიმღერას ქვია ვისაც ვეძებდი ძალიან სევდიანი სიმღერაა ასევე როგორც მთელი დღევანდელი ჩვენი გადაცემა იქნება ყველა სიმღერა ესეთი მძიმე იქნება. ამ სიმღერის ავტორი არის ბორის შხიანი და ტექსტის ავტორი თინა ნაცვლიშვილი. და ყველა მივხვდებით ამას, რომ აი ეს გრძნობა ყველასთვის ნაცნობი იქნება, რომ აი ტექსტში რაც ჟღერს ამ სიმღერის მამა ეხლა შეგისრულებთ და მივხვდებით ყველა. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ ეთერშია პრემიერა თაკოსთან გადაცემა, რომელსაც მე პირადად მართლაც ველოდი 2 თვე და როგორ მიხარია რომ ესეთი გამოუქვეყნებელი სიმღერები გაჟღერდა ჩემი გადაცემის ფარგლებში ჩვენ მსმენელისთვის არ დაიდარდოს მსმენელისთვის, რადგან ჩვენს მსმენელს ძალიან უყვარს ბატონი თემოციკლაურის შემოქმედება და დავამატო. მადლობა რომ ეს მაინც შედგა კიდე ერთხელ, იმიტომ რომ ჩვენ რატო ვისაუბრეთ ამაზე შენ არ გახსოვს
ნიშნავს, იმიტომ რომ წლევანდელი წელი არის მთლიანად საიუბილეო წელი. წელს мама გახდა აი უკვე 22 იანვარს ქონდა დაბადების დღე 80 წლის გახდებოდა და ამიტომაც გვინდოდა რაღაცნაირად ჩვენი წვლილი შეგვეტანა და აღვენიშნა ეს და კარგია რომ ეს გავაკეთეთ. კი და ჩვენ ეთერს მიღმა როგორც აღვნიშნეთ კიდევ რჩება დღეს ახლა ჩვენი გადაცემის ფარგლებში ფაქტობრივად 6 სიმღერა დაპრემიერდება. ნუ დაპრემიერებას გულისხმობ ის რაც თქვა რადიოში არ გაჟღერებულა და ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით მსგავსი ფორმატით დარწმუნებული ვარ რადგან მე გადაცემის დასაწყისში ეთერს მიღმა ვიკითხე რომ მეთქე სუ ეს არის და როგორც აღმოჩნდა საკმაოდ ბევრია. დამეთანხმე როგორი აქტუალურია. აი დღესაც ვთქვათ ეს სიმღერები და დისკი მამამ გამოცა ალბათ 2000-იანების დასაწყისში. და ფონოგრამ ეხლა ეს სიმღერები ყველა ერთიანად კი არ შეიქმნა რაღაცა ესე ეტაპობრივად წერდა და უბრალოდ დისკის სახით შეკრა და როგორი აქტუალურია და სრული აი ცოცხლად ჟღერს მისი ხმა ეს ენერგია როგორი ძლიერია რაღაცა თითქოს ყველა დროს მორგებული და სხვა შორის არანჟირებაზეც აღვნიშნე იმიტომ რომ ისეთ თემებს რაღაცა წლებია გასული ისეთ თემებსაც ირჩევდა ეხა მაგალითად შემდეგ სიმღერას რასაც შევთავაზებთ მსმენელს არის შექსპირის 66 სონეტი შექსპირი ისეთი თემა რომელიც არასდროს არ დაკარგავს თავის აქტუალობას და ამიტომაც დადებული მუსიკაზე სხვა შორის ძალიან რთული იყო ამ სიმღერის გაკეთება და კომპოზიტორი გოგი ჩლაიძე გახლავთ და ბოლო პერიოდში მამამ რამოდენიმე კლიპის ასე ვთქვათ გადაღება ვიდეო რგოლის გაკეთება მოახერხა ერთ-ერთი არის ეს ვიდეო რგოლი შექსპირის სონეტი გააკეთა სხვათა შორის მინდა შენ მსმენელს უთხრა რომ შეუძლიათ გამოიწერონ ჩემი YouTube არხი ქეთევან ციკლაური ქეთით ნუ მეძებენ ქეთევან კიუტი ნახონ და იქ ძალიან ბევრი რამე მიიდევს და სულ რაღაც ახალ სიახლეებს Facebook გვერდზეც მოხდება ხოლმე ბევრი და აი მამას კლიპებს, ძველს არქივო მასალებს, სიმღერებს, ყველაფერს ესე ეტაპობრივად ვდებ და ვაქვეყნებ. ნუ გარდა რაღაც ჩემი მოღვაწეობისა და ესეც აი ერთ-ერთი მისი აი ბოლო პერიოდის მოღვაწეობის სიმღერაა და კლიპიც არის ამაზე და ეხლა შევთავაზოთ აი და ესე კი კლიპი შეგვიძლია YouTube არხზე ვიხილოთ, ანუ ქეთევან კიუტი მიპოვეთ. ციკლაური გელოდებით საღამოშვიდობის 17 საათი 42 წუთი ოხრა კარგია რომ კიდევ ორი სიმღერა უნდა გავაჟღეროთ მეტიც კი გვინდა მაგრამ რაღაც მაინც გარჩევები არსებობს ფორმატი არსებობს კიდევ უნდა შევიკრიბოთ და რაც თავია ეს 6 სიმღერას რაღაცა გარკვეული პერიოდი ჩვენი მსმენელისთვის იქნება ძალიან შეუყვარდება მოისმენენ შეეჩვევიან თან საკმაოდ ისეთი სერიოზული სიმღერები იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ვთქვათ სხვა ჟანრის სიმღერებს რა თქმა უნდა ვერ გაუშვებდით თუმცა ამ დისკში უბრალოდ ამ გამოცემაში 4 დისკში არის სხვა სიმღერებიც უფრო ისეთი მხიარულიც და ლირიულიც და ასე შემდეგ მაგრამ ნუ ეს ყველაზე ისეთი მე ვფიქრობ რომ თან მისი შემოქმედება არ არის მხოლოდ მუსიკა ეს არის რაღაცა ისტორია სული სიყვარული რომელიც აი წლებთან ერთად რა თქმა უნდა უფრო სხვანაირი ხდებოდა სხვანაირი მასშტაბს იძენდა სხვანაირ სიღრმეს და იცი თაკო აი რატომ მინდოდა კიდე ამ სიმღერების გაჟღერება, იმიტომ რომ ბევრმა არც იცის, უბრალოდ მსმენელმა არ იცის, როგორი მასშტაბური და როგორი ღრმა სიმღერები ქონდა მამას. ამაში სხვათა შორის აი ამ დღეებში აი სულ რაღაცა იმას ვგრძნობდი მსგავსებას ჩვენ ხო არ გვცოდნია როგორი საოცარი პიროვნება ყავდა პატრიარქი, როგორი მასშტაბის და სიღრმის და სიკეთის წმინდა ადამიანი, როგორი ნიჭიერი კომპოზიტორი, მხატვარი, გარდა მრავალმხრივ, ხო. აი მამას შემოქმედებაშიც აი ნუ ვთქვათ არის ესეთი უდაო ხიტები, რომელიც აბსოლუტური სავიზიტო ბარათია მისი ეს მანანებო, ხო? თვითონ თუ ქონდა რომელიმე ესეთი განსაკუთრებულად რო უყვარდა თუ ქონდა ესეთი. და აი ბოლო პერიოდში ეს სიმღერები მისთვის ძალიან ძვირფასი იყო, იმიტომ რომ მთელი თავისი აი ეს დაგროვებული რაღაც გამოცდილება, ნაფიქრი
რაც განცდილი, ტკივილი თუ რაღაც აღმოჩენა ყველაფერი ჩადო გესმის და ამიტომაც აი ეს ესეთი სიმღერებია, რომელიც დღეს უნდა გაგვეჟღერებინა პირველ რიგში. მე ვფიქრობ, აი, ხშირი შეხსენებაც უნდა მოხდეს, აი, ალბათ კარგი იქნება, ვინც ამ სფეროშია. ის რომ თაობებს გადაეცეთ. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი, ხო? არის, რა თქმა უნდა, ეხლა წვდომა ინტერნეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველაფერი შეუძლია ადამიანს ნებისმიერ წერტილში, ხო, მსოფლიოში, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება თვითონ ადამიანმა ვერ მიხვდეს, ხო, რა გზით შეიძლება ისიპოვოს, რაც ამ მომენტში ჭირდება ან სურს და ჩვენ რა თქმა უნდა შევქმნათ ეს პრეცედენტები, უნდა გავაკეთოთ გადაცემები, გავიხსენოთ და იმედი გვაქვს, აი წელს ძალიან გვინდა მომას ხსოვნის საღამო გავაკეთოთ მიძღვნილი მისი 80 წლის იუბილეოს. კი ბატონო. 22 იანვარს შეუსრულდება, მაგრამ მთელი წელი საიუბილეო წელი, ამიტომაც ეხლა ამას მომზადება ჭირდება და შესაძლოა წლის მეორე ნახევარში. ანუ დეკემბრამდე შესაძლებელია რომ კი ამიტომაც უკვე ალბათ წარმოდგენილი გაქვს როგორი იქნება ხო და ამიტომაც მართალი ბრძანდებით რომ უნდა გავაკეთოთ და უნდა გავიხსენოთ და შევთავაზოთ მით უმეტეს ეს სიმღერები ნამდვილად აი არ მქონდა მოსმენილი ჩვენს მენელს აი ესეთი რთული და სერიოზული სიმღერების სიიდან კიდევ ერთი სიმღერა შევთავაზოთ ჩვენს მენელს ეს არის მერანი ეს არის ნუგზარ თვიშიშვილის სიმღერა რომელიც შექმნილია نيكოლას ბარათაშვილის მოიწმინათ განთქმულ ლექსზე კი ბატონო კეთი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენთან მომბრძანებისთვის და აი მე რამდენჯერ მაქვს მოსმენილი თაკო ეს სიმღერები და იმედია და მაინც აი mburdglავს და მსიამოვნებს მოსმენი იმედია ჩვენ მსმენელსაც ზუსტად იგივე შეგრძნები და შეგრძნებები დაებადებოდა როგორი ხმა როგორი უნიკალური ტემბრი ხმა ენერგია ცოცხალი კი ბატონო ასე განსაკუთრებული კი ნუ საოცრად იმდენად ემოციით და გულწრფელად ასრულებდა სიმღერებს რომ აი გულამდე აღწევდა ეს ემოცია თითქოს აი თითოეული ბგერა თითოეული სიტყვა მამა ხო საოპერო გამოცდილება გქონდა იმედია იცი ხო შენც ესო ხო და აი ამ სიმღერებშიც ახლა შექსპირის სონეტშიც და მერანშიც ეს ნამდვილად ჩანსიც აი თითქოს საოპერო მომღერალიც მღერის ეს უბრალოდ საესტრადო მომღერლის მასშტაბი არ არის არა აი უფრო ძლიერია და უფრო დიდი სპექტრია ნამდვილად და რაღაც თითოეული ბგერა გულწრფელია ეს ყოველთვის დასაფასებელია, როცა აი გულწრფელად ასრულებს ადამიანი, როცა გულწრფელად განიცდი და ის ჩანს კიდეც თითოეულ ბგერაში, რომელიც ჩვენამდეც აღწევს. მადლობა შენ რომ ეს მოვახერხეთ. მინდა უთხრა ჩვენს მენელს, რომ თავიდან ბოლომდე ვინც უსმენს ახლა დღეს ამ გადაცემას შეიძლება YouTube არხზეც აიწეროს. ხო, კი ბატონო, შეიძლება დაებადოს ეს შეკითხვა, რომ ძალიან ცოტა ვილაპარაკეთ თემურზე, მაგრამ მე თავდაპირველად რომ მოვდიოდი, ვიფიქრე რომ მირჩევნია უფრო მეტი მუსიკა მივაწოდოთ, აი სიმღერები, რომელიც არ ქონდათ მოსმენილი დღემდე და იგრძნონ აი ეს ენერგია, ცოცხალი ენერგია თემურისი, ვიდრე ჩვენ ისედაც ბევრი ვილაპარაკეთ არაერთხელ და კიდევ ვისაუბრებთ. კი ბატონო, მაგრამ ამიტომაც საუბარი ცოტა იყო, უფრო მეტი მუსიკა იყო. 6 სიმღერა გავაჟღერეთ. აი ბოლო სიმღერას, რომელსაც ჩვენ გავუშვით, იმის მერე მიყვარხარ საქართველო. კი ბატონო, როგორც დავემშვიდობებით, ესეც აი ბოლო პერიოდის სიმღერების ნიმუშია და ამ სიმღერაზეც აქვს მამას გადაღებული კლიპი, რომელიც ასევე რა თქმა უნდა შეუძლია ჩვენს კეთევან ციკლაურზე ნახონ YouTube-ში და მინდა გითხრათ რომ მამა ძალიან ნიჭიერი იყო ბევრ სხვა სფეროშიც, არა მარტო თავის პირდაპირ პროფესიონალურ მოღვაწეობაში და როდესაც აკეთებდა კლიპებს, თითქმის ყველა კლიპის, ანუ თითქმის კი არა ყველა კლიპის სცენარის და რეჟისორი, ავტორი თავად იყო. ეგრევე ხედავდა. კი, რა თქმა უნდა, შემდეგ შემსრულებლები იყვნენ, ეს თუნდაც საბჭოთა კავშირის დროს იყო, აი ჩვენ
ძალიან ახლო მეგობარი მარინა იმედაძე, რომელიც აი ძველი პერიოდის მამას სიმღერების კლიპების ავტორი არის, ისიც ამას ყვება, რომ მოდიოდა უბრალოდ ეს რასკადროვკები ასე ქვია, ხო, პროფესიონალიზმი ეს არ ქონდა შეიძლება გაკეთებული, მაგრამ ყველაფერი იცოდა. ან როგორ იქნებოდა ჩაცმული, ან იდეა რა იქნებოდა, ან სცენარი ქონდა. სრულიად ხედავდა ამ ყველაფერს კი. და აი ამ კლიპშიც ესე იყო. შემდეგ უკვე დაეხმარა ამ კლიპის გადაღებაში ბესო ჩუბინიძე და ეს სიმღერაც არის საოცარი. მე შენ მიყვარხარ საქართველო და კიდევ ერთხელ როგორც დავიწყეთ. დღევანდელ დღეებს ძალიან მოვხდება. კი, ზუსტად. როგორც დავიწყეთ პატრიარქის გახსენებით, აი ბოლოშიც მინდა ვთქვა, ეს როგორ გვესმის, აი ეს ჩანაწერი პატრიარქის და ყველას გულში როგორ გწლება, მიყვარხარ საქართველო. აი ზუსტად მამას სიმღერაშიც ესე აი ჟღერს ამ სიმღერაში ულამაზეს სიმღერაა და ამ სიმღერას გიტოვებთ. მადლობა და როგორც აღნიშნეთ წლის ბოლომდე კიდევ შევხვდებით ერთმანეთს 80-მდე სიმღერა ყოფილა. და სხვა ჟანრის და სხვა განწყობის სიმღერები შევთავაზოთ კიდე ჩვენს. და იმედი მაქვს საიუბილეო ღონისძიებაც საღამოც გაიმართება, ანუ შესაძლებელი იქნება და შეძლებდა განახორციელებ ისეც როგორიც ზუსტად ვიცი, ზუსტად ისეც შეძლებ როგორიც მას გაუხარდება. კი, მართალი ხარ. მადლობა. მადლობა, ქეთი. მე შენ მიყვარხარ საქართველოს. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ და მადლობა კიდევ ერთხელ აი ამ ექსკლუზივისთვის.